კი ბიჭი მყავს. ეხა მოვრენ მალე. სეირნობენ დედა ჩემი ქმარი და ბავშვი. ეხა მე კლავში შემოსვლა სჯობდა დამელაგები აქ, იმიტომ რომ ბავშვს ძირს დახოხავს ხოლმე და მიყვარს ხოლმე რომ სუფთად არის დღეში ორჯერ ვადაისონებ და წმენდ. რომ სუფთად იყოს. რა ბურთულა ყავსო. ხა ჩემი შვილის დობაია. პირველად მხდება ჩემი მეგვარე ვინმე მართლა ძალიან გამიხარდა. იმიტომ რომ ძალიან იშვიათი გვარი მაქვს. ვადაისონე. ხა ბეიბისიტერი ყავსო, არა ყავს ბეიბისიტერი. მე ვარ ჩემი ბავშვის ბეიბისიტერი. რა ლამაზი ხარ, მადლობა. აი კოკა-კოლა მინდა ძალიან. და რამდენიმე დღე უკვე შევწყვიტე დალევა. ჩვენ ვაპილასოსებთ. თურქული სნექები გამოვწერე ხალხნო და ვერ დაიჯერებთ რა ღირ და თან რა პატარა იცი, ფოტოში დიდი ჩანდა და ესეთი მოცუცქნულია ზუსტად აი ერთი ლუკმა რო ჩაიდებ, აი ზუსტად ერთი ლუკმაა. და ვერ წარმოიდგენთ რა ღირდა. აი ეს შეკრა. აბა გამოვცენ გაერფერებოდა ესეთი შეკრა. პატარა 200 გრამი ქურთული, ხა. 200 გრამი თურქული ფაქლა თუ რაც არის. 20 ლარი. არა. 50 ლარი. 50 ლარი ამაში გადავიხადე. კაბაზე. შენ ესეთი პირველი ფლოვერი ვარ მე, მაგარი ხარ. მეგრული კულინარი არ გააცენჩინებს, ხო?喂.好的。კურიერი იყო. თქვით ახლა რა და მეც ვიტყვი. ეს დღეს ძალიან ლაპარაკის ხასიათზე არ ვარ და ამიტომ რასაც ვკითხავთ იმას გავცემს. ხასიათებით ვარ ხოლმე მე. მილანა ჩემი დეიდაშვილია. ამდენ ტკბილი ვჭამე, ეხლა წყალი მომინდა, წყალს დავისხმ. პირველად რო ჩამოხვედი ბინა როგორ იქირავე, ეხლა მოგიყვები. ჩინეთში კაკოცებერი კარგად იყავი. კარგად. ჩინეთში რო ჩამოვედი, მაშინ როგორ ვიქირავე. ჩინეთში რო ჩამოვედი, დამხვდა ჩემი კომპანიის უფროსი და დავრჩი სასტუმროში 2 დღე, სანამ ბინა ვიპოვეთ, მე ბინა ვიპოვეთ. მე რომელიც მომეწონა ის იქირავეს. და ესე. და მე უკვე სხვა ქალაქში რო გადმოვიდი რაღაც აქ აგენტები მუშაობენ მაგაზე რა. აგენტების კონტაქტები უნდა გქონდეს და ესენი გაქირავებებიებენ ბინას. გაქირავებინებენ.
მოდი მუსიკები ჩავართოთ.